გამარჯობა ქალბატონო ნანა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით დღეს სტუდიაში და გამოგვიყავით დრო. ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს სახის პლასტიკაზე, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ძალიან პრეოპერაციული, სანამ გადავიდოდეთ უკვე უშუალოდ შემდგომ ეტაპებზე, მაინტერესებს როგორ უნდა მოვამზადოთ კანი. ანუ როდის უნდა მივიდეს პაციენტი ქირურგთან და რა მდგომარეობაში უნდა ქონდეს სახის კანი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის, იმიტომ რომ პრედოპერაციულად განსაკუთრებით ნაადრევ პერიოდში ეს არის 3-6 თვე, არ არის სასურველი რამე აგრესიული ჩარევები. ესეთი არის, როგორიც არის ფილერები, კოლაგენოსტიმულატორები, ღრმა აბლაციური ლაზერები, რადიოლიფტინგი, ტოქსინის გაკეთებაც, ბოტულოტოქსინის გაკეთებაც 3-6 თვე სასურველი ოპერაციის წინ არ არის, მაგრამ არის სასურველი პროცედურები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია კანი მოვამზადოთ პრედოპერაციულად, ეს არის უფრო კვებითი პროცედურები, აი, როდესაც გამაჯანსაღებელი პროცედურები, ეგრეთ წოდებული, ეს შეიძლება იყოს პოლირევიტალიზაციები, მსუბუქი პილინგები, LED დანათებები, მსუბუქი კოლაგენოსტიმულაცია, როგორიც არის IPL ლაზერი, ეს ყველაფერი პირიქით დადებითად იმოქმედებს 2 თვით ადრე. ანუ რიგ შემთხვევებში, ესე იგი, უკეთესიც კი არის თუ მივა ადამიანი, რომ მოემზადოს და მოიმზადოს სახის კანი. კარგით, აი გაიკეთა, ვთქვათ, პაციენტმა ოპერაცია, პოსტოპერაციულად რა ხდება? ჯერ როდის უნდა მოგმართოთ თქვენ უკვე? პოსტოპერაციულად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ ვიჩქაროთ. მიუცეთ კანს რეაბილიტაციის საშუალება, იმიტომ რომ ყველაზე ფიზიოლოგიურად კანის აღდგენა ხდება ჩავარებების გარეშე. დიახ. ამისთვის განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ქირურგების ნებადართვით კეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში საერთოდ არაფერი არ კეთდება. რა თქმა უნდა, და ასევე დამოკიდებულია თუ რა ტიპის ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუ ეს არის მხოლოდ ბლეფაროპლასტიკა, თუ უფრო სერიოზული ჩარევები, მაგრამ მაინც ისევ და ისევ ლიმფოდრენაჟური პროცედურები თავიდან, LED დანათება, IPL-ი, მსუბუქი პროცედურებით ვიწყებთ, პოლირევიტალიზაცია 3 თვის შემდგომ, მაგრამ ისეთი პროცედურები, როგორიც არის სერიოზული კოლაგენოსტიმულაცია, ეს სასურველია 6-8 თვის შემდგომ. ესე იგი 6-8 თვის შემდგომ უკვე, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ 3 თვის შემდეგ მოვიდეს უბრალოდ კონსულტაციის სახით, რომ გაიგოს რა შეიძლება რომ გაიგეთოს, ხო? ეს ანუ, როდესაც დიდი მასშტაბური ხარ სახის ოპერაცია, ანუ სახის დაწევა არის ძალიან მასშტაბური ოპერაცია და ეს კუნთებსაც მოიცავს, ნერვებს და ყველაფერს, მაგრამ ანუ, როდესაც ვიკეთებთ, ეხა ახსენეთ თქვენ ბლეფაროპლასტიკა, ეს უფრო ხშირად კეთდება, იმიტომ რომ ამის გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია. რეაბილიტაციიდან გამომდინარე. აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება პრე და პოსტ ოპერაციული ჩარევები? ზოგადად ესეთი ზღვარი არის 3-4 თვე, როდესაც პრე და პოსტ არ ვახებთ ხელს. სერიოზული პროცედურებით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება პოსტოპერაციულად, მნიშვნელოვანი არის ასევე ნაწიბურები, ანუ პოსტოპერაციული ნაწიბურები, რასაც 3 თვემდე ჩვენ დიდად არ ვაქცევთ ყურადღებას. ეს არის უფრო ხშირად ქირურგების დანიშნული მკურნალობა, ეს არის აღიარებული სილიკონის პლასტირები, გელები და ასე შემდეგ, მაგრამ აპარატურული დახმარება ან გართულებული ნაწიბურების დროს ინიექციური დახმარება, ეს ყველაფერი იწყება მხოლოდ 3 თვის შემდგომ, როდესაც ხდება უკვე კანის შეხორცების დასრულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აი პრეოპერაციულად აქაც თქვათ, აი ბოტულინოთერაპიაზე მინდა გავამახვილო. ყურადღება ამ შემთხვევაში როგორ ხდება? ბოტულინოთერაპია უმჯობესია, რომ სრულად ეფექტი გასული იყოს, ანუ ეს 6 თვე, 4-6 თვე გასული იყოს, იმიტომ რომ ეს ქირურგებსაც სჭირდებათ, რომ სწორედ განსაზღვრონ პტოზი და ოპერაციის მასშტაბი. ხო, ანუ არ უნდა იყოს გაკეთებული შემდეგ. და აი თვითონ როდესაც ხდება ნაკერის მიდამოში, ხშირად არის ხოლმე, რომ აი გავიკეთებ პლასტიკურ ოპერაციას და არ შემეტყობა ნაკერი. ანუ თქვენ შემთხვევაში თუ ეს მითია თუ რეალობაა, რომ ადამიანს რაღაც პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს, შეიძლება ნაკერი არ შეეტყოს. შეიძლება არც შეეტყოს, იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული
ბევრ ფაქტორზე. ეს არის დამოკიდებული კანის ინდივიდუალურ თვისებებზე, აღდგენით თვისებებზე და ზოგ შემთხვევაში ნაწიბური მართლაც არც ეტყობა. ზოგ შემთხვევაში თუ არის მიდრეკილება ნაწიბურებისკენ, კელოიდური ნაწიბურებისკენ, მაშინ შესაძლებელია ჩვენი კოსმეტოლოგების ანუ და დერმატოლოგების შემდგომ ჩარევაც ცოტა დასჭირდეს. ეს კელოიდი რა არის? ეს არის ეგრეთ წოდებული ცოტათი ანთებითი ჰიპერტროფიული ნაწიბური და როგორ გამოიყურება? აი იცით, აი რომელიც თვითონ ნაწილი ხშირად მოწითალო, მოიასამნისფერო და ამობურცული და ხშირად პაციენტს აწუხებს ქავილი და დისკომფორტი მაგ არეში. და შეიძლება ამის კურნალობა კელოიდის თვითონ? კი, აუცილებლად კელოიდური ნაწიბურის რემისიაში მიყვანა ეს უკვე დერმატოლოგების კომპეტენცია, სადაც კეთდება კომპლექსური მიდგომა, ეს შეიძლება იყოს ინიექციური პლუს ლაზერული და პლუს სახლის პირობებში თერაპიულით. სახლის პირობებში რას მოიცავს კურნალობა? უფრო ხშირად კელოიდზე სახლის პირობებში სტეროიდები ინიშნება ადგილობრივად. კარგით, ეხლა ესეთი პირადი კითხვა არის. აი, ყველაზე ხშირად თქვენ რომ მუშაობთ, ან როდესაც არ ეხება სახის პლასტიკას, უბრალოდ ყველაზე ხშირად რომელი მოთხოვნადი რა არის? რომელი მანიპულაცია არის, რომელი პროცედურა და რომელი ინიექციები არის ყველაზე ხშირად მოთხოვნა? ინიექციებზე ალბათ ყველაზე პირველ ადგილას ბოტულოტოქსინს ვიცოდი და შემდგომ ჰიალურონის ანუ ფილერები. და ჩემ შემთხვევაში ასევე ხშირად არის CO2 ლაზერი, ყველაზე აქტიური და IPL-ი. ანუ ეგრეთ წოდებული ფოტოთერაპია, რასაც ვეძახით. და ეს CO2 ლაზერი? CO2 ლაზერი არის ესე რომ ვთქვათ, აბლაციური ლაზერია, რომელიც კანის ზედაპირის აშრევებას გულისხმობს. მაგას ვიყენებ ნაწიბურები, სტრიები, ფორები, პოსტაკნე კანის მოდუნებული კანის თერაპიისთვის და ასევე ყველანაირი წარმონაქმნების მოცილება, რომელიც შეიძლება მოცილდეს, რადგან CO2 ლაზერი მაინც ოქროს სტანდარტია და ყველაზე ნაკლებად ტოვებს კვალს მოცილების შემდგომ. და თვითონ ისეთი აი ინიექცია, ვთქვათ, ბევრს უკითხავს მაგალითად, რომ როდესაც იკეთებენ ინიექციას, ანუ ბევრი ჩხლეტის შედეგად კანი შეწითლებულია, გაღიზიანებულია და არის ხოლმე კითხვა, რომ ამან როგორ უნდა გიშველოს, როცა ამდენი ნაჩხლეტი გაქვს. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? რა რეკომენდაციას, როდესაც ბევრი აი ეს პაპულებივით ამობურცულობები რო რჩება, ვთქვათ, რამდენ ხანში გადის ეს ამობურცულობა? ზოგადად მე პირადად არ ვარ მოყვარული ამ პაპულების ამობურცული კანისას და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე კოსმეტოლოგია ნელ-ნელა მიდის ამ დისკომფორტისგან, კი ბატონო. მაგრამ როდესაც ეს გააკეთდა, იქ დრო უნდა მეტი, დიდად არაფერი. დამამშვიდებელი ნიღბები და დრო უნდა გავიდეს, რომ ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურად შეიწოვოს. საშუალოდ ეს არის 2 დღე საშუალოდ. და აი იდეალურად რომ მივხედოთ კანს, აი რა უნდა გააკეთოს ქალბატონმა? ეს პირველ რიგში დამოკიდებულია თუ როგორი ტიპის კანი აქვს. რა საკია, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. ეს უნდა იყოს სახლში მოვლა, ინიექციები, აპარატები, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ჩვენებით და ზომიერად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ძალიან ბევრი ჰიპერკორექციები გვაქვს. ჰიპერკორექცია ეს საშიშიც არის და არც ლამაზად აღარ გამოიყურება მერე სამწუხაროდ და მერე ამას უკვე ფსიქოლოგიური სტრესი მოყვება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა დღევანდელ დღეს. ესე იგი, რომ დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს თემას, ესე იგი, მინდა მაყურებელს გავაგებინოთ, მივაწვდინოთ ხმა, რომ ანუ არ ნიშნავს, როდესაც ვიკეთებთ სახის ოპერაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ უნდა მოვუაროთ, აღარ უნდა მივიდეთ დერმატოლოგთან, კოსმეტოლოგთან, რომ მივხვდეთ. ანუ ეს არის მითი, ხო? რომ გავიკეთე სახის ოპერაცია და აღარ მჭირდება. ეს არის მითი, იმიტომ რომ სახის ოპერაცია და კოსმეტოლოგიური დახმარებები, ეს არის სხვადასხვა განზომილება, იმიტომ რომ ოპერაციების დროს უფრო ხდება
კანის აწევა, ლიფტინგი, როდესაც ცხიმოვანი კომპარტმენტების გადანაწილება და ჩვენი პროცედურების დროს ხდება კანის ხარისხზე უფრო მუშაობა. ამიტომ, როდესაც ოპერაცია გაკეთებულია, ჩვენთვის უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ უფრო მარტივად მუშაობდა სხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, კომბინაციაში ეს ორივე იდეალურია. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. დაგემშვიდობებით. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ კლავად შევხვდებით ჩვენ სტუდიაში. კარგად ზანდებოდეთ. თქვენ კი ჩემო მაყურებელო, ერთი კვირით გემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელობას.